გადაცემის სტუმარია კომპანია სანდომის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეკლა თალაკვაძე. თეკლა, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი ხართ. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით. სანდომის შესახებ ყველამ ძალიან კარგად იცის, თუმცა ძალიან საინტერესოა, როგორ შეიქმნა ის, როგორია სანდომის ისტორია. სანდომის ისტორია არის ასეთი, 2011 წელს ჯერ პირველი საწარმო შეიქმნა მაკვანეთში. შემდეგ უკვე მომხმარებლის მოთხოვნამ განაპირობა ის, რომ გაგვეფართოვებინა წარმოება და 2013 წელს უკვე დიდი საწარმო შეიქმნა თბილისში. შემდგომ უკვე გახდა უფრო რა თქმა უნდა ასორტიმენტი მრავალფეროვანი. თავიდან იყო უფრო ძირითადად ფხვიერები, მერე უკვე შოკოლადიანების წარმოება და ტრადიციული, ვთქვათ, ესეთი ნუგბარი, როგორიც არის გოზინაყი, პასკა და ასე შემდეგ. ესე ეტაპობრივად ხდებოდა გაფართოება ასორტიმენტის. ნამდვილად ძალიან მაღალი სტანდარტების საწარმო გაქვთ და ის ნედლეული, რომელსაც თქვენ იყენებთ, არის ძალიან მაღალი ხარისხის. ამის შესახებაც ძალიან საინტერესო იქნებოდა, რომ გვესაუბრა. კი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნედლეულის საკითხი, ანუ აუცილებლად უნდა იყოს მაღალი ხარისხის, რა თქმა უნდა, სერტიფიცირებული. და ამას ყოველთვის უსვამთ ხაზს. გარდა ამისა, რაც შეეხება თვითონ ტექნოლოგიებს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელ დღეს უკვე თქვათ შეიძლება რაც იყო დანერგილი თავიდან დასაწყისში 2011 წელს მოხდა რა თქმა უნდა დანადგარების განახლება, ხაზი სრულიად ავტომატიზირება ყველა ხაზის და მინიმუმამდე არის დაყვანილი ხელით შეხება პროდუქტზე. გარდა იმისა, რა თქმა უნდა დაცულია ყველა რეგულაციები, უშუალოდ ყველა პროდუქტი ძირითადად არის ავტომატიზირებულ ხაზზე და არის უახლესი დანადგარებით აღჭურვილი ჩვენი ორივე საწარმო, როგორც დასავლეთის, ასევე თბილისის. საინტერესოა, რა გზას გადის ჩვენთვის ეს საყვარელი ტკბილეული წარმოებიდან, სანამ მოხდება ჩვენ სახლში, ჩვენ სუფრაზე. სულ თავიდან რომ დავიწყოთ, ნედლს აღარ შევეხები, როცა უკვე იწყება რეცეპტურის შემუშავება, ჯერ რა თქმა უნდა შევისწავლით ყველაზე მოთხოვნად პროდუქტს იმის მიხედვით, ვთქვათ, გარდა იმისა, რომ ტოპ გაყიდვადი პროდუქტები, რაც უკვე გვაქვს დანერგილი, ვცდილობთ შევისწავლოთ, რა არის ბაზარზე მოთხოვნადი, რომელი პროდუქტია და ასე ხდება დანერგვა. შემდგომ უკვე როცა იწყება პროდუქციაზე მუშაობა, აუცილებლად გადის ადგილობრივი ლაბორატორია გვაქვს ჩვენივე, სადაც ხდება იგივე შოკოლადის, ვთქვათ, ხარისხის, ვთქვათ, გაზომვა, ყველაფერი მოკლედ ლაბორატორიულად მოწმდება. შემდგომ, რა თქმა უნდა, გადის სპეციალურ შესაფუთ ხაზზე, სადაც არის მეტალოდეტექტორი დამონტაჟებული და ამითიც მოწმდება პროდუქტი, ეს იქნება ყუთი თუ შეფუთვა. და შემდგომ უკვე თავსდება საწყობში. ძალიან მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენთან არ საწყობდება დიდი ხნით, მაქსიმუმი არის 2 დღე და კეთდება უშუალოდ ყოველდღიურად ახალი მარაგები, რაც არის ქსელურების და ასევე კერძო საუბნო მაღაზიების მოთხოვნების მიხედვით. შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი პროდუქცია ყოველთვის გადის სრულიად ახალი ჩვენგან და არ არის დასაწყობებული დიდხანს. შემდეგ უკვე დისტრიბუტორებს, რა თქმა უნდა, დისტრიბუციის საკმაოდ ფართო ქსელი გვაქვს და ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ის, რომ როგორც თბილისის, ასევე საქართველოს მასშტაბით გვაქვს ძალიან კარგი დაფარვა ქსელურებში, ასევე საუბნო მაღაზიებში. თითქმის ყველა რეგიონში ვართ წარმოდგენილი ჩვენი პროდუქციით და შემდგომ უკვე ვთქვათ, რეგიონალური დისტრიბუციაც მუშაობს ცალკე და თბილისიც მარაგდება და ასე მიდის მომხმარებლამდე. და გაქვთ ნამდვილად ძალიან ფართო ასორტიმენტი და ამის შესახებაც არ შემიძლია არ გკითხოთ, იმიტომ რომ რეალურად რაღაც ყველა კატეგორიის პროდუქტი გაქვთ წარმოდგენილი და ყველა გამორჩეულად გემრიელია. ძალიან დიდი მადლობა. ასორტიმენტზეც, ანუ ძირითადად შეიძლება ითქვას, რომ 120-მდე სახეობის ასორტიმენტი არის სანდომში შექმნილი, უბრალოდ ხდება ხოლმე პერიოდულად ჩანაცვლება სიახლეებით, ვაკვირდებით, რა თქმა უნდა, მომხმარებლისთვის უფრო ვთქვათ, ტოპ საყვარელი პროდუქტი რომელია და პრიორიტეტში, რა თქმა უნდა, ხდება მისი ჩასმა და ვცდილობთ, რომ ახლებიც დავნერგოთ. და არ შემიძლია ამ დროს არ გკითხოთ, ახლა რა სიახლეები გაქვთ, იმიტომ რომ როგორც მე ვნახე, უკვე გაქვთ ძალიან ბევრი სიახლე, რაც დაამატეთ ასორტიმენტს. კი ბატონო, ყველაზე ესეთი სიახლე რაც გვაქვს, ეხლა არის ჯერ პროდუქციაზე ვისაუბრებ, არის სნექის ხაზი, წარმოვადგინე კიდევაც ეს ხაზი.
ეს არის მარილიანი კრეკერები, ასევე ბრეცელი, არის მარილიანი ჩხირები. ხათუშურის ბაზარი არის გაჯერებული ძირითადად იმპორტირებული პროდუქტით და ქართული ძალიან ძირითადად ვერ შეგვხვდება. ეს არის მარილიანი კრეკერები, ბრეცელები, მიქსი, ასევე სხვადასხვა ფორმის კრეკერის და ბრეცელის და არის მარილიანი ჩხირები, რაც ვფიქრობ, რომ ნამდვილად დაიმსახურებს მომხმარებლის სიმპათიას. მე ძალიან მიყვარს მსგავსი სნექები და ნამდვილად ბევრად უფრო ჯანსაღი სნექებია, როდესაც რაღაც სახელმწიფო გვინდა და ძალიან კარგი სიახლეა ჩემი აზრით. სანდომი ძალიან ბევრი ადამიანისთვის ნამდვილად საყვარელ ბრენდად იქცა და საინტერესოა თქვენი შეხედულებით, რა აქცევს სანდომს მომხმარებლისთვის ესეთ გამორჩეულად საყვარელ პროდუქტად? პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ პროდუქცია იყოს ხელმისაწვდომი. არ უნდა იყოს საძებარი. ვთქვათ, შეიძლება ჩვენ გარკვეული პრომოცია ჩვენი სოციმედია არხებით გავუწიოთ პროდუქტს, მაგრამ ძალიან დისკომფორტია მომხმარებლისთვის, როცა ვერ პოულობს გარკვეულ ქსელებში და არის საძებარი. მე რა თქმა უნდა ინტერესიც ხრება. ბუნებრივია და უწევს ალტერნატიული პროდუქტის მოძიება. ჩვენი თავარი პრიორიტეტი არის ის, რომ ვცდილობთ, რომ ვიყოთ ყველგან. ყველგან ყოველთვის ასეთი სლოგანიც გვაქვს ერთ-ერთი, გარდა იმ ყველაზე ტკბილი ზღაპრისა, მეორე სლოგანი გვაქვს სანდომი ყველგან ყოველთვის და ვფიქრობ, რომ ამას ვამართლებთ. ყველასთვის რაც თავარია. არ არის ისეთი ფასების, ვთქვათ, ზრდაზე ვცდილობთ მიუხედავად იმისა, რომ ნედლეულის ფასები ყოველ წელს არის არაპროგნოზირებადი და ხალ ძალიან ძვირდება ნედლეული, ვცდილობთ, რომ აი საკუთარი მარაგების ხარჯზე არავწიოთ მნიშვნელოვნად ფასი და შევინარჩუნოთ ის ფასები, რითიც სანდომი არის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ხარისხს ვაქცევთ ძალიან ყურადღებას, ვაქცევთ მომხმარებლის ინტერესს, ვსწავლობთ რა არის მისთვის საყვარელი პროდუქტი და მუდმივად მუშაობთ ამაზე. და თქვენი შეხედულებით მაინც ყველაზე განსაკუთრებულად საყვარელი პოზიციები რომელია სანდომის ტკბილეულიდან მომხმარებლისთვის? შოკოლადიანებიდან განსაკუთრებით მომხმარებლებს მოწონთ პრესტიჟი და გრილიაჟი. ეს არის საკმაოდ დიდი ხნის პროდუქტი, ვერ ვიტყვი რომ ახალია. უნდა აღვნიშნო, რომ გრილიაჟი ჩემს სახლში ყოველთვის არის და ნამდვილად ძალიან ჩემთვის გამორჩეულად საყვარელია. ყლაპი მინდა ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ სპეციფიური პროდუქტია, შეიძლება ყველას არ უყვარდეს, მაგრამ ძალიან დიდი მოთხოვნა ყოველთვის ეძებენ ჩვენ ყლაპს. ასევე ყლაპებს ხაზს გავუსვავ კიდევ ერთხელ, რომ ყველანაირი კონსერვანტების და მინარევების გარეშე არის 100%-ით ხილის პიურა, გვაქვს ქლიავის და ვაშლის ყლაპები. და რა თქმა უნდა ჩვენი გოზინაყი, ზუსტად ახალი წელი მოდის და ალბათ თემატური იქნება, ძალიან მოწონთ. ასევე ჩვენი ვაფლები განსაკუთრებულად მოწონს მომხმარებელს, რომელიც არის ევროპულ ხაზზე, აბსოლუტურად ავტომატიზირებული ახალი ხაზი გვაქვს, შედარებით ახალია ვაფლიც, ეს არის შეფუთული ვაფლები, სხვადასხვა არომატით, არის ნაღებით, არის როგორც სამარხო, ასევე არასამარხო ლიმნის და ასე შემდეგ. და შოკოლადის და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან ბევრი დიდი ასორტიმენტია, რომელიც ასევე ძალიან მოწონთ. მოდის ახალი წელი და საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია გოზინაყის გარეშე, ამ მიმართულებითაც, როგორც ვიცი, სანდომს გამორჩეულად კარგი პროდუქცია აქვს და აქაც მართლა მინდა აღვნიშნო, რომ თუნდაც ჩემთვისაც ადამიანი, რომელიც ძალიან ხშირად ვერ ახერხებს სახში სხვადასხვა კერძისა თუ ტკბილეულის დამზადებას, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეეძლოს ესე მისვლა და შეძენა მზა სანდო პროდუქტის და ნამდვილად ძალიან გამორჩეული პროდუქტია და პლუს გემობრივი თვისებებითაც. ამ ახალ წელს რას გვთავაზობს სანდომი? ახალ წელს ტრადიციულად ვთავაზობთ, გვაქვს სასაჩუქრა შეფუთვებიც, აი ეს მაგალითად, რომელიც შეგიძლიათ პრობლემოდ მიართვათ. ახალ წელს მე მგონი გოზინაყი არასოდეს არ არის არც ერთ ოჯახში ზედმეტი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს უყვარს ოჯახში მომზადებას, თქვა ტრადიციული რეცეპტი. მაგრამ დღევანდელ დღეს, როცა დრო ასე აჩქარებულია და დროის დეფიციტია, მე მგონი ბევრს ურჩევნია, ბევრსაც რომ შეიძინოს. მით უმეტეს რომ არის სახლურ გემოებთან ძალიან ახლოს, არის თაფლზე და არის საუკეთესო ხარისხის ნიგზით, შეგიძლიათ გასინჯოთ. კი, ნამდვილად ვერ მოვიტმენ რომ არ დავაგემოვნო ეს პროდუქტი. ჩემს ერთ-ერთი გამორჩეულად და ალბათ ქართველებისთვის ყველაზე გამორჩეულად საყვარელი პროდუქტია. ადამიანი ვიცი, ვისაც გოზინაყი. კი, ნამდვილად და და უნდა აღინიშნოს რომ თაფლის გემო იგრძნობა ნამდვილად მკვეთრად და ძალიან კარგია ნიუზით და არ შემიძლია ჩვენ მაყურებელს არ ურჩიოთ რომ
ახალ წელს შეიძინონ და საჩუქრადაც ძალიან ისეთი კარგია ნამდვილად. ასევე გვაქვს არახისის გოზინაყიც, ესეც დიდი ხანია რაც გვაქვს, ესეც შეფუთვებში არის, საკმაოდ ბევრს მოწონს, სხვათა შორის არახისის გემოს. არის პატარა შეფუთვებიც, არის წონისაც, ასე რომ მომხმარებელს ნამდვილად აქვს საშუალება, რომ არჩევანი გააკეთოს. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნებისმიერი კატეგორიის ადამიანი შეძლებს სანდომის პროდუქტებიდან იპოვოს მისთვის სასურველი დესერტი საახალწლო სუფრაზე. სანდომის ბრენდი ყოველთვის ვითარდება და ნამდვილად ყოველთვის სიახლეებს თავაზობთ თქვენს მომხმარებლებს და საინტერესოა სამომავლოდ ახალი წლიდან რას გეგმავთ? გვაქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რასაც დიდი ხანი გეგმავდით. პროდუქცია უკვე გავიდა ექსპორტზე ისრაელში. ჩვენი პროდუქტები ძირითადად შეფუთული პროდუქცია, ვთქვათ ვაფლი და გვაქვს კიდევ საკმაოდ ფართო ასორტიმენტი შეფუთული პროდუქციის და გეგმავთ სხვადასხვა ქვეყნებშიც ვაწარმოებთ უკვე მოლაპარაკებას, რომ გავიდეს ექსპორტზე. ვთვლით, რომ ეს ძალიან დიდი ნაბიჯია ქართული პროდუქციის განვითარებისთვის და მსოფლიო მასშტაბით გაცნობისთვის და ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო დავხვეწოთ ჩვენი ხარისხი და მუდმივად ვიმუშაოთ განვითარებაზე. ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იყავით. ვფიქრობ, მაყურებლისთვისაც განსაკუთრებით საინტერესო იქნება, რადგან ახალი წელი მოდის და კიდევ უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი ხდება, რომ ჩვენ სახლში ტკბილეული, გამორჩეულად ხარისხიანი იყოს ჩვენ სუფრაზე. დიდი მადლობა თქვენ, მაყურებელს წინასწარ მოვაცავთ ახალ წელს და სანდომი გისურვებთ ბევრ ტკბილეულს და კარგ განწყობას თქვენს ოჯახებში.